მოკლედ სანამ გვაქვს ჭადი და ყველი, ჩემი საჭმელი ესაა. ორი ცალი ღამე. ამით გაიჟე ის ვერ გააქნევ. ორდეს უშეჭამეს, всё აღარ არის. ხალხაუდა. ძალიან გამელი იყო. ვასა. დენი ვიწვალე. მაგის აწყობაზე. დავიანო გამეკეთებიან ჩინური ტორტი. მარტო მოხასული და კრემი და კარაქი რომ მეც მაგრამ არ მოვიდოდა. ან მთლიანი 8 შემერია ნახების კრემი. ნახევარი. მე არ გასხელდა. მაგ ფილმს აღარ ვიყიდი. პრეზიდენტის რამდენჯერაც მიყიდია, არც ერთხელ არ დავუყალატები ვარ. ჭადი და ყველი ნახევარი მე ჭაც აჭამს ბოდიშით ჩემი პატარა კუჩიო ეხლა ჭადი თავავსო მარტო ყველს ჭამს არც კითხს აჭამს მარტო ყველს ჭამს და თუ ყველი არ არის მაშინ ჭადს და კიდე შორის კითხს ჭამს ხედავთ ხო ეხლა მინდა უბრალოდ აი ვიფიქრებ რაღაცა მინდა ტკბილი რა ხო და შოკოლადი მაქვს და შოკოლადი არ მინდა. აი ეს მაქვს. ეს მაქვს და ეს არ მინდა. არ მიჭამია სოფშორს ასეთ ცალი აქედა. მაგრამ რა ვიცი, კოს არ მინდა. ხო და შოკოლადი არის, ხო რა თქმა უნდა. შავიც არის, ჩვეულებრივიც არის. აი ესეც მაქვს. ამას მე შეჭამ ეს ხარ მინდა. ხოდა რაღაცა ტკბილი კიდე მინდა ვიფიქრე რა მინდა ყავა მინდა და რამე ტკბილი და რა ტკბილი მინდა არ ვიცი და გარავწყვიტე რომ აი ესეთი ტკბილი სწავლო ყავა როგორც სამყარო ისეთ ძველი ამბავია ეს ყავა და შაქარი. ესე იგი, რამდენად არასწორი შეხედულებებით ცხოვრობთ. ხო ამბობენ რომ ვაიმე, შაქარი ცუდია, ბოროტება, საშინელება, ჩაიში, ყავა, შაქარი საშინელება. და რამდენი ხანი ბავშვობიდან მეც რაღაცნაირი შიში მაქვს, ვაიმე შაქარია. არადა ამას ვატანა შოკოლადს. ან თუნდაც იმ პეჩენიას ან რაღაცა გაცილებით მეტ შაქარს და კალორიას იღებ, ვიდრე ეხლა იყო შაქარი ჩაყარე. ანუ, პარალელს კი არა მივდგე სულელური რაღაც მითებით. არამედ და აზროვნებით უნდა მივდგე, ხო? საჩეს ეგლოდის გავაცნობიერე, იცი პირველად? სოფია მითხრა. ყავას ვხომე შუალედებში შაქრით, იმიტომ რომ რამე რომ იმატანო, ყველაზე ნაკლებ კალორიული შაქრიანი ყავა გამოდის. და მაშინ ვიფიქრე, მეთქი მართალია თქო. იქამდე ასოს არ მითქი ეგეთი რაღაცა. მე მიყვარს საერთოდ, ანუ ტკბილის დალევას, ტკბილის ჭამა მირჩევნია. უმეტესად მე მირჩევნია რომ ყავა იყოს უშაქრო და რამე მივატანო. ეხა ისი შაქრიანი და ის შაქრიანი ეგრე არა. უშაქრო იყოს ყავა და რამე მივატანო, მაგრამ ეხლა მაგალითად არაფერი რას მაქვს არ მინდა. ანუ იმიტომ რომ ნახე დავნაყარდი, დანაყრებული ვარ, საჭმელი აღარ მინდა, ჭამა აღარ მინდა. ანუ ნების ეხლა ის პეჩენიო თქვი რომ შევჭამ დამამძიმეს, იმიტომ რომ ჭადი საკმაოდ მძიმეა, ხო? ხო და რამე ტკბილი კიდე მინდა და ეს რამე ტკბილი ნახეთ, სამხელოჭიქა რამე ტკბილი მაქვს ეხლა.
დიდხანს გაგრძელდება თან კომენტარებს დავკითხავ თქვენსაც და ვუპასუხებ ხო და თან გაჩვენებთ ევას გულში რა მყიდე კაბები. აი მოვედი ხალხო და ჯამაათნო. აი მოვედი. აქ კი არ ყრია რაღაცები ასხია. გადასაწმენდია უდეიკიდეთ მეზარები ახლა. აი სიმწვანე რომ მე ვასება მაგრად. ოკეი. აუწყოთ კომენტარები. აქ მაქსიმუმ გაჩვენებ კაბებსაც. ვიდეოსთვის არ მეყურე, აი ესე დავსვი ლაიქი, ისე შეგხართ. სანო, მადლობა ძირფასო. ყოჩაღნინიო. მარიამმა დამიწერა. იმიტომ მიყვარხარ ზოგი არც გამოაჩენდა როგორ მაცინე. ხო, აი ეგს კომენტარი რო წავიკითხე, მეც გავიფიქრე ამაზე. როცა ვაჩვენდი, მაგალითად არც მიფიქრე, იმიტომ რომ ვერც კი წარმომედინა, ანუ იქიდან რომ დამიძახეს, რომ ისაო ტორტიო წამოვიდაო რა და რომ გამოვაღე მაცივარი, ჯერ გავასწორე, რომ არ ჩამოვარდნილიყო, მოდიოდა და მე ვიფიქრე, რომ მოვიტან მეთქი აქვე ახლოს ჯამს და გადავიტან, ხო და მე ვიფიქრე, მე ხო ხალი არ ვიქნები, ეხლა ის რომ ამათ არ ვაჩვენოთ, ხო რა. იმიტომ რომ იცით რა არის? ესაა ცხოვრება, ესაა სინამდვილე და ესაა ანუ ჩემ ესაა სინამდვილეში, ანუ სილამაზე, სინამდვილეში არის სილამაზე. მე ასე ვხედავ, მე ასე ვთვლი, მე ასე ვფიქრობ, რადგან შემოქმედი ჩემს არხზე მე ვარ კონტენტის. ამიტომ რა ვიცი, მე ვერაზოს ვერ წარმოვიდგინე, მე თუ მაგალითად ეგეთ რაღაცებს დავმალავ, ვიტყვი რომ ძალიან გავუბანძდი და თავს გავანებებ ამ ყველაფერს, ანუ იმიტომ რომ მე არ ვარ იდეალური. არავინ არ ვართ იდეალური. ხო, აი გაჩვენეთ მშვენიერი ტორტი, რომ დავჭერი მაშინაც, ანუ ვერავინ ვერ შეატყობდით და საერთოდ ვერც არავინ ვერ გაიგებდა, რომ ჩემი ტორტი დაიშალა. ელემენტარი, აი უკვე აღარ არის და შო, ვერც ვერავინ ვერ გაიგებდა საერთოდ მაგას, მაგრამ აი რატო არ გამეზიარებინა? აი რა რაღაც ძალიან საკაიფო რაღაცა იყო. საერთოდ დამემართ, აი მოხდა. და რა, ეხლა მაგას თუ დავმალავდი, უფრო მაგარი გოგო ვიქნებოდი? არა, ეხლა უფრო ბევრად უფრო მაგარი გოგო ვარ, რომ არ დავმალე, ვიდრე რომ დამემალა. და თქვენთვის ეს რაღაც ილუზია შემექმნა. ხეთ მე არ ჭირდება ჩემ თავთან დავამტკიცო ის, რომ კარგი ვარ და მაგარი ვარ, იმითი, რომ სხვები მოვატყუო და რაღაცები დავმალო. აი, მაგაშია საქმე და ეს კომენტარი წავიკითხე, მე დავფიქრდი მაგაზე და აი, რავი, ძალიან მაგარი რაღაცა არის. მადლობა რომ შეამჩნიე და აღნიშნე. ამიტომ რა ბევრი არაჩვენებდა ხო და მე პირადად როგორც მაყურებელი, თუ კი ვინმეს ვუყურებ მარტო ეს ადამიანებს, ვინც ყველაფერს აჩვენებენ. ანუ ყველაფერს რამდენადაც შეიძლება ყველაფერს ჯობ, ანუ სიმართლეს რა. აი რო ჩანს რომ ნუ აი ცხოვრებაში ეს ხდება და მოხდა ხო? ვერ ვიტან, მე არ შემილია ყურება ტყუილი ანუ რათ მინდა, ანუ დავჯდები და რაღაცა 6-დან 0-იან შეფასებიან ფილმს ვუყურებ მაშინ. ვაფშე უბრალოდ ყველაფერს მოკლებულს. ნინი ბისკვიტი საოცარი გამოგივიდა. ხო, ბისკვიტი ყოველთვის ზე გამომდის და მოხარშული კრემიც ყოველთვის ზე გამომდის. ეს ნაღები მინდოდა და მოტებინა რომ უფრო ფუმფულა, უფრო თეთრი და აი დგომი მინდოდა რომ ქონოდა რა კრემს. ბევრ კრემს ვერ გაუძლო ბისკვიტმა. არა, ბევრ კრემზე არ არის. კრემი იყო თხელი. თხელი იყო კრემი და მაგას ვერ გაუძლო. თორემ მაგდენივე კრემს, აი კრემი რომ ანუ როგორიც უნდა ყოფილიყო, ისეთი ყოფილიყო. ანუ ეს ნაღები რო არ დამემატებინა, ან რო დამემატებინა ეს ნაღები ზუსტად იმდენივე ოღონდ ყოფილიყო ნორმალური რა. როგორიც უნდა ყოფილიყო. არ გამოვიდოდა. ნუ ან შეიძლება ცოტა გამოვიდოდა. ესე არ ამგონია. უბრალოდ ეს თხელი რო იყო, იმიტომ წამოვიდა და მარწყვებიც გამოყვა. იმიტომ მარწყვებიც ძალიან ბევრი იყო. მე უბრალოდ პრობლემა მაქვს ხოლმე აგე ლობიანზეც. იმდენ ჩავტენე ეს გულსართი. ყველაზე ხო საერთოდ იმდენ ყავს უდებ ხოლმე ხალხი რო აკეთებს 3-4 ჭაბურს, მე ვაკეთებ 2-ს. ვაიმე, ავტანელი ვარ. მაგრამ დამენაჟენი ამდენი წალება და ბოლოს ჩინური ტორტის იერსახით წარდგენა. ჩინური ტორტი ვიცი მე რას პეჩენია ხილი კრემი და უცებ ტორტიც სადაიცროს და ყოველთვის ხათ შორის
ეს ჩინური ტორტი ჩვენ ბავშვობაში იყო, ანუ მაშინ არ იყიდებოდა ეს საკონდიტორები არ იყო არაფერი და ჩინური ტორტი იყო, რაღაცა საოცრება ჩემთვის. ოღონდ მე არ მიყვარდა, აი გამიკეთებია რამდენჯერმე, მაგრამ პატივს არ ვცემ და საერთოდ ტორტად არ აღვიქვა, როცა პეჩენია აქვს, იმიტომ რომ რაღაცა ის საშინლად სულ სხვა გემო. ანუ ტორტი ჩემთვის არის ბისკვიტი, ანუ ხილის ასე ვიტყვი. ბისკვიტი, მოხარშული კრემი და ხილი. ანუ ძალიან მიყვარს ეგ თანაფარდობა რა, ანუ აი ეს სამი უნდა იყოს, თან ეს ბისკვიტი უნდა იყოს კარგად დანამული. ხო, მოხარშული კრემი და ესა ხილი და ეს არის ზღაპარი, ხო? ხო და აი ეგ ვერსია მიყვარს უზომოდ. და ჩინური კრემიც, ხო, ესეც კეთდება, რომ აი ბისკვიტს აკეთებენ, მე ამ ბისკვიტს წეწავენ. და ანუ პეჩენის ნაცვლად რა ბისკვიტი კრემი ხილი ბისკვიტი კრემი ხილი სანამ არ გათავდება რა ხო და აი ეგეთი ჩინური ტორტი არის ჩემთვის ჩინური ტორტი აი ისაც პეჩენი კეთდება საერთოდ არ ვაღიარებ არ მიყვარს აი რაღაცა გატენილია ანუ ნახე ბისკვიტი არის ძალიან ნაზი რეალურად ბისკვიტი არის კვერცხი ცოტა შაქარი ცოტა ფქური ასე ჰაეროვანი ფუმფულა ეს რაღაცნაირი და ის კიდე პეჩენია კიდე სავსეა ანუ იმით შაქრებით მარგარინით აი მძიმე ძალიან ტკბილი და ეს რო ერევა კიდე მოხარშულობს ვერა მე განიყვარს ხო და აი ის კი ვიფიქრე რომ ჩავტენე მე ამ იმაში დიდ თასში რომ მეთქი თავიდანვე რას ვწვალობდი თქო რამდენიმე მაგის აწყობაზე ვიწვალე რას ვწვალობდი მე კი თავიდანვე ესე გამეკეთები ანუ კი ვიფიქრე სხვა შორის ეგ ხარ გავაკეთო თქო მაგრამ ვიფიქრე ამ ხელა რა ბისკვიტიანს მაგას შეურწყობას ხარ ვიტაყერებ მეთქი უნდა ავაწყო თქო ეხა იცი რა მინდა ეხა მე ვერ მოვისვენებ ეგ ტიპი ვარ ეხა მე ვერ მოვისვენებ სანამ არ გავაკეთებ კარგს და კიდე სანამ მარწყვი არის ბისკვიტს გავაკეთებ ამ ხელას აღარ 6-იანს გავაკეთებ ბისკვიტს და მარწყვს კიდე ანუ მარწყვის ეს რა მოხარშული კრემი და კიდე გავაკეთებ აღარ სხვა ნაღებს ვიყიდ ანუ ნახევარი პორცია რო იყოს ამისი რა რო ერთ დღეში გაქრეს ხო აი მაგას ვფიქრობ ეგ მამაკ თეა გავში ლამაზ ჭიქებში და გემრიელად მიირთვით ხო აი ეს მინდა ვიყიდო რა იცი სპეციალური ფორმები არის ანუ ეს ნახე როგორია ეხლა ამას შეიძლება და ყველაფერს შეიძლება ველო ჭიქებში ვიღებთ მე და ეგრევ ჭამდით მაგრამ მინდა რომ აი ესეთი მართკუთხედის ფორმის ცოტა მაღალი ვიყიდო რა რომელშიც მაგას გავაკეთებ ხოლმე როცა არ მინდოება ვიწვალო ბისკვიტი მე ყოველთვის შესანიშნავი გამომდის ხო და კრემი ვაფშე შეიძლება არაჟნის კრემითაც გააკეთო მე არაჟნის კრემი ძალიან მიყვარს და ძალიან მარტივია შაქარს შეულებდა ეგა ხო კიდე ნოაგზელზე უნდა ვიყიდო არის შემასქელებელი ნაღების შემასქელებელიც იყიდება და იმისიც არაჟნისაც ხო და მაგას თუ იყიდი მე ვაფშე არ იქნება პრობლემა ანუ არ იმასიდავს რა არ დაიშლება გადასარავი ტორტი გამოვიდა რამდენი ვიცინე თეამ აღარ მე შეკარგოთ აი ეს კარგი განწყობა ძირფასი. აი ამის ფასი რა არის ახლა? აი რა იქნებოდა ახლა მე დამემალა. ვინ ვიქნებოდი მე ეს რომ დამემალა? ხატო შენი ჩინური ტორტია მეც გემრიელად მივირთვე მე დაწუნებულად გემოების ფეიერკი იქნება შეგერგოთ ნინი კი ძალიან გემრიელია ასე იგი აღარ არის უკვე ქავრეცეთ თასი თინათინებას მშვიდობაში კაბებიო მადლობა ძირბაზეო ჯერ არც გინახავთ და უკვე რეუბნებით მადლობა მანანაევას როგორ გავხადა შენ რო დაკავს მანქანაო ის აიჯდა გეგონება მთელი ცხოვრება მე დამყავს და მაგისთვის ეგ არაფერია ნინი მე ზაფიჭრე და სწორად იჭრება აბაცადო ზაფით რო გაჭრა ჯერ ხო კიდეები უნდა შემოუჭრა და მე აი მე მინახია ეგ მეთოდი მაგრამ არასოდეს არ მიცდია და მე შინია რომ არ გამომივა თუმცა ანუ საყურებლად რო უყურებ ფიქრობ რომ ნუ აი ძალიან მარტივია ბელა კრემა ვერ დაიჭრა თავითვე მართლა ხო გემრიელი იქნებოდა ხო აი ეგ არის ვერ დაიჭრა დავი ფიქრია ჭუპა მიდისო ესე იგი ტატიანა აუ შენ რომ საჭესთან ჯდები იკა სახის ყურება იქცა ნომერ პირველ კომედიურ კონტენტ ხო ისეთი გადამოდის ისეთი ყველგან იბამს თვალებს აი ყველგან იყურება შენს
პრინცესას და ჩემს გოგოს ერთ დღეს აქ დავადებს. რა მაგარია. ნახე, ეხა ხელოვნური ინტელექტი მთავაზობს სწრაფ პასუხებს, რომ მე გაგცეთ თქვენ სწრაფი პასუხები, მაგრამ ჯერ ვერ არწყავს, ანუ მე როგორ პასუხს გავცემ, იმას ვერ ხვდება და ნახე რა ვარიანტებს თავაზობს. კარგი რა. ეგ ევას ეშინია საჭესთან როცა ვარ. და მეორე. ეგ სულით ვართ ერთად. და ეხა ამას რო დავაჭირო, ეგრევე გამოგვეყდება კომენტარად. რამდენჯერმე კი აღამ დამეჭირა. ტატიანა აურა გემრიელი ჩანს, პროსტა ჩავიმღდებდი ეხლა დიდ ჩაის ჭიქაში და კოვზით შევჭამდი ჭიქის დესერტივით, ამოხედქვამდე ხვალ უნდა გავაკეთო, ისე მომატობე, მაგრამ მე პირდაპირ ჯამში გავაკეთე, თორე უეჭვე ჩემსა ზეგმერი ეწევა. სხვათა შორის ძალიან ჭკვიანურია პირდაპირ ჯამში გაკეთება. თუმცა აი თუ მაგალითად ნაღებით შესაძლებლად ვიყიდი, პრობლემა არ იქნება. გენაცვალე ვიტო რა ჭკვიანი გოგოა აფაფაც წაუყვანია. აბა სულ დაყავს ისე არ დადის რომელიმე ცხოველი თან ყოველთვის მიყავს. ისე მარტო ჯობია წინ იჯდე, უფრო მობილიზებული იქნები და კარგად წაიყვანები თუ და რა ლამაზი ხარ ბედნიერად სულო. მაკა მადლობა საყვარელო. სერგი, ვიღაცა სერგიმ დაწერა, იკა რა შეშინებული იყვება. ნინ სწორად მოიგეძე ჩემო კარგო, მე ზუსტად ეგრე მოვიქცეოდიო, აი ბავშვის ამბავზე. ჩემო კარგო გემრიელად მიირთვით. ევიტოს როგორი ლამაზია საყვარელი ხარ, ძალიან გიხდება ეგრე თმებიო. მადლობა ძვირფასო ირმა, მოდა ბედნიერი გზებით გევლოსო. ხათუნა ღმერთო, რამდენი ვიცინე ნიკაი იყო შეგერგოთო, ტორტი რო დაიშალა, მაგრამ თან მეთქი, აი რა დავარქვა. ისეთი რომ აი მაქსიმალურად გამოხატავდეს იმას რაც მოუყდა და კრემმა გადმოხეთ და ტორტი დაიშალა აი ზუსტად რა ზუსტად ვაჩაღნინიო ჩემი ძირფასი თაკონი რო იცოდე რა გემრიელი ჩანს რა საყვარელი ხარ კი ძალიან გემრიელი იყო ირმა ჩემო ლამაზებო მხიარულებო შეგერგოთ ეგ გემრიელობა ბევრი კრემი გაქვს საყვარელი და ამიტომ არ არის მყარიო შეიძლება ხო ბევრი კრემზეც არის მაგრამ მე მგონია რომ მყარი რო ყოფილიყო ეს კრემი აი როგორც საჭირო და სტოინი კრემი რო ყოფილიყო ესე არ მოვიდოდა მაგრამ შეიძლება ზედმეტია შეიძლება ნაღები უნდა დამემატებინა ხო ნაღები უნდა დამემატებინა ნახევარი 500-იანი იყო და 250 უნდა დამემატებინა ხო პატარა მეტი ჩაი რა საყვარელიაო რას მათი თინათინი ძალიან კარგი გამოგივიდა ყოჩახი გოგო ხარ ასეც ვერავინ გააკეთებდა ვაიმე დიდი მადლობა გულს რომ მიკეთება ასეც ნავზე ამდენი საათი რო ეწვალა და მერე რო ის გამოსვლოდა ნინი ლამაზო მარწვიტი ძალიან მიყვარს გამოვიდა ტორტებიო აბა თან ორი სახის გამოვიდა აი კიდე ია აურამდენი ვიცინე მიყვარხარ შეგერგოთ ძირფასებო ლია სმაილები და ხატა სიცილის ირმა ეჭვს არ მეპარება უგემრიელესი იქნება მაგრამ იმდენი ვიცინე გაიხარე რა აურა მაგარი როგორ მიხარია ლელა რამ ხელანი გულდა სულ ჩადებული გაკეთებული გემრიელად მიირთვით ყველამ ჩემო საყვარლებო შენ გაკეთებული ნი ას თავად ჯობია ნაყეს ხო რა თქმა უნდა ეხა ესეთი გემო საუკეთესო და აი ძირს რო იხდი იმასაც არა აქვს რაც ამას გემო ქონდა იმიტომ რომ აი ეს პრეზიდენტის კარაქი და ეს ნაღები აი გემოები ეგრევე მოდიოდა რა აი რაღაცა ცოტა ისეთი გემო არაფერი არ იყო ხო ციცი ევა ჩემო დოჯინა როგორ გიხდება თმები ეგრე ჩაწნული აჰა ნახე კიდე მთავაზობს პასუხს ყველა კომენტარზე არ მთავაზობს ევას ძალიან უყვარს ეს ვარცხნილობა ან მადლობა ძირფასო ევას ყველა ვარცხნილობა უხდება მე საყვარელია ციცი რა გემრიელად გამოიყვება და ძალიან ლამაზად დაგიფასდა შრომა ჩემო ძირფასო თუმცა ნინი არის რამე შენ რომ არ გამოგივიდეს ყოჩახი ხარ ძალიან აი ტორტი არ გამომივიდა თეიკო ალუჩარაღებიანი 12 ვერს 12 არ როგორ მიყვარს ყოჩანინი ეჭვს არ მეპარება უგემრიელესი იქნებოდა ვათინო მადლობა
დიდი მადლობა ძირფასებო. აუ რამდენი ვიწვალე არა და ეხლა გაჩვენებთ როგორი კაბები უყურე. მე რომ მინდოდა რაღაცა ძალიან ისეთი პრინცესული კაბა, მაგრამ არ იყო ეგეთი არც ქარვასლაში იყო ბებე. რა ვიცი, ამდენ ჯერ ჩავიარეთ იმდენი რაღაცები ეკი და ფერად. ეხლა რომ შევედი, სულ რამდენიმე ცალი იყო. და მე კიდე ვაიგიშიც არაფერი არ იყო. აი ეს ვუყიდე ბებეში. 35 ლარი ღირდა აი ეს. და 20%-ია იმ ფასდაკლების გამოვიდა 28 და 50 წელი. უკვე ეცვა, რომ მოიტანა ყველა კაბა ეცვა. 4-5 წელი, აი 35 ლარი. ესეთი. მოხეთ ახლოდან. ძალიან ლამაზია და ძალიან უხდება. თუმცა ეს ფერი არ მინდოდა, იმიტომ რომ შაშანაცის ფერი კაბა ეცვა ევას და ეხლა საათის კაბა, მაგრამ ეს მინდა ორი იყო, ერთი იყო კიდე ჭრელა-ჭრულა და ორს თავაზობდი და ეს მინდა ვთქვა და რომ მივადეს ახალზეც ეს უფრო მეტად მიქსი იყო. ხო, მე წავით ვაიგიქს, დანარჩენი ყველა ვაიგიქის არის. აი ეს 5-6 ოღონდ. აი. უკვე 5-6 უნდა პრინციპში, ხო? ეს უფრო რაღაც ყოველდღიურ ხეთ ეს დაბადების დღისთვის არ მიყიდია, просто კაბად ვუყიდე. ყოველდღიურად რა ჩაიცოს, რა ვიცი 29 ლარი ღირდა ეს. ეს არ მოეწონა იკას საშინლად, დიდად არც მე არ მომწონა, მაგრამ ევას მოეწონა. ერთი ცალი იყო. აი ერთი ცალი, მინიმაუსია, ნახე. ხო და ისე უხდება რომ ჩაიცო, ეს ღირდა. ეს 29 და ოღონდ ფასდაკლები და 29. ხო და რაღაცა ისეთი ფერია, რა ვიცი. ხო და ისე უხდება ევას ჩაცმული, აი ვაფშე სხვა არის, გაიგიჟა თავი. ფეხბურთად მე დაიკა ეს არა იყო და აი გადაირია, გაიგიჟა თავი, არა მინდაო და ნუ კაი გინდა და გინდა. ეს უყიდე სახლისთვის. ეხლა რა დაცხება ძალიან და ისული რო გეხუთება და არ შეგიძლია რამე გეცვას. აი ესეთი კაბა. სულ სხვადასხვა ფერები იყო, ნახე ქალთებზე კატებია. სულ სხვადასხვა ფერები იყო, რა ვიცი. იყო აი კვასკოსო მალინის ფერი, ყვითელი, ხორცის ფერი. კიდე რაღაც ფერები იყო ეს. და რომელი გინდა და ეს აიშია 5-6 წელი ამასაც და აი ამაში ცოტა დიდი აქვს. მაგრამ ნუ სახში ფრიალაა, წელსაც ჩაიცნებს, მომავალ წელსაც ჩაიცნებს. აი ასე და 67 ლარი გადავიხარ. ეს 19 ლირა. ეს 29, ესეც 29, ეს 19 და 67 და 50-ის იყო და პარკი კიდე. ხო და ეს ბებეში ვიყიდე ცალკე. ეს 4 კაბა ვიყიდე. ასეთი არა ისე რომ მინდოდა. ანუ დაბადების დღეს ჩასმელი რაღაცა, მაგრამ ნუ it's okay, ყოველდღიური კაბებია და მაგას ჩავაცმე. ოხ, ცხელა უკვე ძალიან ხალხნა. უკვე ძალიან ხალხი ეს მზესები ცხელა. მაგრამ კიდევ ვიტყვი მე თუ აქ არ ვარ, ჩემოდის აქ არ მოვა. ჩემი კუდია, სადაც მე ვარ, იქაც ეს არის. გაგაცეთ კარგი დღე.